მშვიდობისა. ახლა არის საღამო. რამდენი დღეა სუგდიდში დგას თვილი ამინდები, თვილი კი არა, ცხელი, შეიძლება ითქვას ცხელი ამინდები. და ეს ამინდები კიდევ 1-2-3 დღე გასცანს, შემდეგ წვიმები იწყება და ტემპერატურის დავარდნა. და მე არ ვიცი, ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა, თუ დედამიწა რა ფორმისაა. რატომ არ გვაჩვენებენ MKS-დან, როდესაც იღებენ ვიდეოს ან ფოტოებს, სინამდვილეში დედამიწა მრგვალია თუ არა. ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. მე ასე მგონია. ალბათ საქართველოშიც. მე პირველად შევეჯახე ამ საკითხს, როდესაც შემთხვევით წავაწყდი ბლოგერს ვიაჩესლავ კოტლაროვს, მას აქვს ახალი პორტალი და ვიაჩესლავ კოტლაროვი FM-ი. ძალიან დამაინტერესა. თავიდან ეს ბლოგერი გიჟი მეგონა. მაგრამ 1 წლის შემდეგ, 1 წელი დამჭირდა მე ისევ რომ მობრუნებულიყავი ამ ბლოგერის ვიდეოებთან. ალბათ არ ვიყავი მზად მაშინ იმ მომენტში. და შემდეგ დავიწყე ამ ბლოგერის მოსმენა. და მე ძალიან დამაინტრიგა იმან თუ როგორ ხსნიდა ის დედამიწის წყობას. მანამდე მე მქონდა ვედების მიხედვით დედამიწის წყობაზე მოსმენილი. კი, მაგის მასე ამბობს სწორად, მაგრამ ვედების მიხედვით ჩვენ ვზივართ კვერცხის ნაჭუჭის შიგ. ჩვენი აჩეკა. და ისე თითქმის უმრავლესობა, კი, ზოგი ამბობს გეოიდია, ზოგი ამბობს გავს ხუთკუთხიან სკას, მაგრამ სკა არის 6 კუთხიანი, მნიშვნელობა არ აქვს ამას რამდენი კუთხეა. თავადია რომ აჩეკებია. აგერ ლეტალია პანდორას კითხვა-პასუხის ვიდეოშიც ლეტალიამ დახატა, ხო? აი ზუსტად მასეთი ფოტოები ედო ვიაჩესლავ კოტლაროვს თავის ვიდეოში, მაგრამ მე ახლა შემთხვევით წავაწყდი კიდევ ერთ ბლოგერს, ვიქტორ მაქსიმენკოს, რადგან მინდოდა ქართველებისთვის, მათთვის, ვინც არ იცის, ვინც რუსული ენა არ იცის, მომეცადებინა ვიდეო მთვარეებს ადრე ჩვენ ტერას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ყავდა 3 მთვარე. 2 ჩამოვარდა და დარჩა ეს მთვარე, რომელიც ახლა არის. ეს მთვარეც შემოყვანილია. და ობიექტს წარმოადგენს, არა ბუნებრივ პლანეტას, არამედ ობიექტს. და მინდოდა მომზადებია ვიდეო, უბრალოდ ინფორმაცია მომეძიებია ჯერ, იმიტომ რომ ისეთი საკითხია, მაგას ხუჭუჭი ვერ მოყვები, ის უნდა მოამზადო, შენ თვითონ უნდა გაერკვე ამაში. და თან მე კიდევ მაინტერესებდა, სულ მაინტერესებდა ბავშვობიდან, რატომ არის ამდენი მიწა ძველ ციხესიმაგრეებში შიგ ამდენი მიწით გატენილი. ხომ არის ძველი ციხესიმაგრეები იგივე თბილისში გაცრავად ნარიყალა. მე იქ ნამყოფი ვარ, მე 7 კლასში. მამა და მე ვიყავით ძე ნარიყალაზე, კინაღამ ჩამოვარდი იქედან. იქ რკინები იყო მიმაგრებული, სადაც ეყენა პროჟექტორები და მე ვერ შევამჩნიე ის რკინები, მისვარგული რკინები და კინაღამ გადმოვარდი იქედან, ახლოს მივედი იმ რკინებთან. ნარიყალა სავსეა ხომ მიწით. იგივე რუხის ციხე, იგივე ქუთაისის ციხესიმაგრე, სადაც გაჭიმული არის კანატური გზა. და როდესაც შევეკითხე დედაჩემს ბავშვობაში,
რატომ არის ამდენი მიწა ჩაყრილი, საიდან მოვიდა ამდენი მიწა? დედაჩემმა მიპასუხა, ალბათ დრომ შევსო და სკოლაში რომ გვასწავლიდნენ რამეს, გვეუბნებოდნენ დრომ თავისი ქნა. ტვერმა და დრომ თავისი საქმე გააკეთეს. ხო, და რა საწამოსცენია ჩვენ დროს? თუ რატომ არის ჩამარხული ბევრი შენობები ბევრ ქვეყანაში? იგივე საქართველოშიც ძალიან ბევრი შენობა ჩამარხული და ძველი შენობებზეც არის არჩენებული ახალი შენობები. ჩვენ დღევანდელი ცივილიზაცია ვართ განლაგებული ძველი ცივილიზაციის ნანგრევებში. ამიტომა ზოგ ნანგრევებს რო ვერ პოულობენ. კი, უმრავლესობას პოულობენ. მაგრამ უმრავლესობა შენობებისა დგას ძველი შენობების თავზე. და როდესაც საერთოდ რაღაცებს სულ ვიციებ მე, იმიტომ რომ მაინტერესებს სიმართლე. სკოლაში მე ხუთსანი არ ვიყავი, მაგრამ არც ინტერესი მქონდა იმ დროს, არც იყო მაგის საშუალება. რა იყო, ინტერნეტი მაშინ არ იყო, ხო? ტელევიზორში ბევრ სიმართლეს არც გეტყობდნენ. ერთხრივ, როგორც ტელევიზორს ქონდა მაშინ პლუსი, მაინც ასეთ ისე ვითარდებოდი, ხო? ინტერნეტს აქვს თავისი პლუსიც და მინუსიც. ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ამდენ ინფორმაციას არავინ დადებდა, მაგრამ ნებართვაც მისცა კაბალა, რომ ბევრი ინფორმაცია გაჟღერებულიყო, გასაჯაროებულიყო. და თქვენ არასდროს არ ქონიათ ასეთი შეკითხვები, მაგალითად, თუ ეს რატომ არის ასე, ის რატომ არის ასე, ხო? ან მაგალითად ფენები, რამდენიმე ფენა და სახურავზეც მიწა და ამ სახურავზე ბალახი იზრდება, ხო? კი, არის ბევრი წყარო, რომლის ნდობა არ შეიძლება, რომლის ნდობა შეიძლება, არიან ბევრი კონტაქტორები, რომლებიც ალაპარაკობენ სიმართლეს. მე ბევრი კონტაქტორის ხელში გავიარე, რას გულისხმობ ახლა მე. აი ეს კონტაქტორების ბლოგერების საიტები ხომ არის, ვებგვერდები, აი როგორც მე ახლა შევქმენი სამყაროს შვილები. ასე აქვს და ბევრს იცით რა ვიბრაციის დონეზე დგას კონდაქტორი, ყველა ხომ არა მაღალ ენერგეტიკული. იმ ვიბრაციის უცხო პლანეტელები დაუძახე, გინდა არსებები დაუძახე, გამოგეხმაურებიან. იმიტომ რომ მეტი ვიბრაციას ვერ ვწდება ის პიროვნება. ბევრი აი გამიგონია მე ხა სახელთა დავასახელებ, მაღალ ენერგეტიკული, მაგალითად პანდორა რევიზიონს და ალიონა ბერეგინას უთქვამს მირას სოლარისის ბლოგზე, ბლოგში უпроსტად სტუმრობდნენ მირას სოლარის არხია გრანი ვეჩნესი. მაგასთან ბევრი კონტაქტორები სტუმრობდნენ ინტერნეტით და როგორც მესენჯერი და უთქვამს პანდორას, მაგალითად ბევრი ნუეზე ის იმართება რეპტილოიდებით, ის იმართება რუხებით. მაგალითად თურმე კენონ დოლორესი, რომლის წიგნის გადათარგმნას მე ვაპირებდი, იმართებოდა რუხებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდები არიან. არა, რუხები არის რამდენიმე ცივილიზაცია. ყველაზე თავში დგან არიან მაღლები რუხები. რუსოკი სერვე, რუსულად ამოძახია. არ უნდა შეშინდეთ. იმიტომ რომ როგორც რა გონია თქვენ რა ყველაზე მეტად საერთოდ ადამიანის უნდა გეშინოდეს. და საერთოდ ყველაფერი უნდა მიიღოთ როგორც ჩვეულებრივი ამბავი. გვჭამენ ჩვენც ვჭამთ, ხო? ცხოველებს, მაგალითად პრეპარატებს უშვებენ ჩვენი ჩვილი ბავშვების ნარჩენებისგან, პლაცენტიდან გაკეთებული წამლებით. რა გონია თქვენ, არის ერთი ფირმა, ეს ისა
Nestle იქ დამტკიცებულია რომ მოიხმარება ამ პროდუქციის შექმნაში, შექმნის მომენტში ნაწილაკები მე ხამას ვერ დავამტკიცებ ადამიანებისა, ბავშვებისა უფრო. მაგალითად იგივე შორს აწახული იგივე გემატომ სისხლისგან გაკეთებული რაღაც შოკოლადები, რომელიც ეყრება ამ თეატრში. ხო? სისხლი ხომ ადამიანის სისხლი, თუნდაც ცხოველის სისხლი, ხომ მაინც რაღაც. ხომ არა, იცით რა, მოდით ახლა თემას ნუ გადავუხვევთ და ეს ამბები კიდევ არის მაქვს მე გასარკვევი. და მე თქვენ პირველ რიგში მოგიყვეთ საერთოდ ინფორმაცია მოვიპოვოთ და შემდეგ ვიდეო გადავიღო. ჩამარხულ ქალაქებზე მოვიპოვე ეს ინფორმაცია მივაგენი ვიქტორ მაქსიმენკოს ვიდეოებში. არის კიდევ სლავიანსკი რადიო ვედგარდი. მე სანამ მე არ მოვუსმენ მანამდე მე მაგ ვიდეოს არ გადავთარგმნი, რადგან არის რომ უბრალოდ ზედაპირულად ყვებიან ამბებს. ასეთი ვიდეოები მე არ მაწყობს. მე მინდა ისეთი ვიდეოები ისგან გადავთარგმნო, რომლებიც არა, მე არ ყვინა ვიდეოებს. არა. მაგრამ მე მინდა ჩემს მსმენელს ზედაპირული ინფორმაცია კი არა, უფრო ღმასეული, დატვირთული და ხარისხიანი ინფორმაცია მივაწოდო. ამიტომ მე თვითონ უნდა მოვუსმინო ყველა იმ წყაროს, სანაც მინდა თქვენთვის ვიდეოს გადათარგმნა. მე ამის გაკეთება სიამოვნებს. მე კიდევ გითხრა ვამბობ საერთოდ რომ მე ეს არხის შევქმენი ჩემი მეძე, ჩემი რესურსები, ფიზიკური რაღაც, ხო? მაგრამ შემდეგ მე გავიფიქრე, მაპატიეთ კიდევ მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ დონატის ანგარიშები მიდენა. არ მიეცოთ ამას ყურადღება, დღეს ყველას უჭირს, ვისაც აქვს საშუალება და ვინც ფიქრობს, რომ რაღაცით მაინც უნდა დამეხმაროთ, ეს თქვენი საქმეა. თუ არა და მე დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემი საქმის გაკეთებას. რადგან მე ეს მიხარი, ეს არის ჩემი აზრი. მე კი ვთქვი ჩემ ვიდეოში, რომ პრობლემები მაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მე ფიზიკურად მუშაობაც კი მიჭირს, მე ძლივს ვაკეთებ რაღაც საქმეებს, მაგრამ რო არ გავაკეთო, ვანიში საჭიროა. ხო და ჯოხი დავდივარ მეთქი, აქეთ თვალები ამერია, მხედველობა, თვალის ექიმთან უნდა მივიდე, უფასოდ მეკუთვნის. ბევრი ექიმები, ანალიზები, რაც კიდევ კარგი ეს ყველაფერი. ხო და არა, მე რას მოვყევი ახლა და ამას უკეთეს რას გავაკეთებ მე, როდესაც მე ფიზიკურად ვერცად ვერ დავიწყებ მუშაობას, ხო? და ამას უკეთეს რას გავაკეთებ მე, თუ რამე საინტერესო ინფორმაციას მივაცდი ჩემ ქართველებს, ვისაც მაგალითად არ აქვს ცდომა. კი, ახალგაზრდები ვინც ქალაქში ცხოვრობს, ვინც ინგლისური იცის, ისინი უფრო მეტ ინფორმაციას გამოძებნიან, მაგრამ ჩემი ხნის ადამიანებმა მე კი ინგლისურს ვსაუბრობდი სკოლაში, მაგრამ მაშინ არ იყო მოდაში. ეს არც ინტერესი, არც წიგნები შოვებოდა, არც ინტერესი ქონდა მამაჩემს ესწავლებინა ჩემთვის ინგლისური. ცოტა ისეთი სიტუაცია იყო, მე ვიყავი ისეთ სიტუაციაში, რომ ვიჭყონტებოდი ყველა მხრიდან, ვიყავი ძალიან მორიდებული და მორცხვი. ყველა შეეძლო ჩემი დაჩაგვრა, ხმა ჩემ თავსაც ვერ დავიცავდი. ახლა სხვა დროა, ახლა მე სხვათა შორის მე ვერ ვიზეპირებდი საგანს, თუ ის არ იყო ჩემთვის საინტერესო. ლიტერატურა რაც საინტერესო იყო, მას ხელად ვისწავლიდი. ასე ახლად მე კი ყვები, მაგრამ ბევრი რამ ავიწყდება.
ამიტომ მე მინდა თქვენ ახლა დღეს გაჩვენოთ ვიქტორ მაქსიმეკოვს აქვს დედამიწის აგებულობა, როგორცაც ლაპარაკობდა ვიაჩესლავ კოტლაროვი. თქვენ შეგიძლიათ ვიაჩესლავ კოტლაროვით მოძებნოთ მის საიტზე არის ძალიან საინტერესო ვიდეოები თუ გესმით რუსული თუ არა და მე მომავალში კი მაქვს გეგმაში ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს შეიძლება ახლა ყველამ სხვადასხვანაირად გამოთქვას თავისი აზრი, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს ანალიზის უნარი, მოусმინოთ ჩვენ გულს და გამოვიტანოთ დასკვნა. ხო შეგვიძლია ეს? შეგვიძლია. და ზოგჯერ ისე გამოდის, რომ თითქოს ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს ამბობს, მესამე მესამეს. თქვენ ვინ რას ამბობს, მაგას მიაქცეთ. მე ასე ვშვები. მე ვცდილობ ყველაფერს მოვუსმინო და იქიდან მე გამოვიტანო აზრი. ან გადაწყვეტილება თარგმნ თუ არა ეს ვიდეო. მაგრამ ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩავთავ ახლა ვიდეოს. მე ამ კაცის ვიდეოს ამ თემასთან დაკავშირებით არ გადავთარგმნე, არაფერი გადათარგმნას. მე უბრალოდ განახებ თქვენ ხო რომ არ მოგაბეჭდოთ თავი, მე ახლა განახებთ უბრალოდ თქვენ კომპიუტერული ჩანახატებს, რაც უფრო მისაღებია, ვიდრე არა ისეთი საინტერესო ხელით დახატულის ყურება. ხო, რა მინდა გითხრათ. ჩვენ ვცხოვრობთ სიბრტყეზე, მაგრამ თვითონ დედამიწა პლანეტა არის სფერისებური, მომგრალო. და დაყოფილია იაჩეკებზე, როგორც პანდორა თქვა, როგორც ამბობდა ვიაჩესლავ კოტლაროვი სულ. და მაგრამ ვედებში, როგორც გითხარით, წერია რომ დაფარულია კვერცხისებური იმით და ამ კვერცხისებურ სივრცეში შიგნით არის ბევრი მიწები განლაგებული და შუაში არის ჩვენი ტერა, ჩვენი მიწა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. და ამიტომ გაიყო ადამიანები ორ ბანაკად, ერთნი ამტკიცებენ რომ დედამიწა არის ბრტყელი, მეორენი ამტკიცებენ რომ დედამიწა არის ბურთი. მაგრამ ორივე მართლები არიან სინამდვილეში. დედამიწა არის სფერისებური ბურთივით, მაგრამ ჩვენ ვართ შუაში, ცენტრალურ ადგილას. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ცხოვრობთ სიბრტყეზე, მაგრამ ეს სივრცე, ეს მანძილი, ჩვენი ტერასი ძალიან დიდია, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გონიათ. ჩვენ შემოგვყობეს ყინულით, ჩვენი ტერიტორია და მატრიცა შეცვალეს, რომ მესამე დონე ყოფილიყო. რადგან ჩვენ ვართ მესამე, ვიყავით უпростоრად მესამე დონეზე, ახლა გადავედი, ახლა მეოთხე დონეზე ვართ, გადავდივართ მეხუთეზე, ზოგი რჩება მეხუთე, მესამეზე და ჩვენ ამ ყინულის იქეთ ძალიან ბევრი მიწებია განლაგებული. მე მაგალითად ამის გამო წავიკითხე, მოусმინე უпростоრად გომერის პოემას ოდისეი. ხო. კარგი, ახლა ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ თემას. ეს მოდელები, რომლებიც იყო წარმოდგენილი. ბევრი სპოროსო, დედამიწა ბრტყელიაო თუ არაო, მაგრამ ჭკვიანმა ხალხმა იცისო ამაზე პასუხი. ვისაც დედამიწის სიბრტყის სჯერა, ყოველთვის აჩვენებენ სხვებს ამ ნახატს, ამ ფოტოს. ეს ადრეც მსმენია მე სკოლაში, რომ დავდიოდი, თითქოს ბრტყელი მიწა დგას სამ სპილოზე,
სამისპილო კი დგას ყუზე. დოგმა ასეთი. ძველ ხალხს ჰქონდა განათლება. ძველი ხალხი უფრო იმას მეტი განათლებულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს. ვიქტორ მაქსიმენკო მიესალმება ყველა მსმენელებს, მაყურებლებს და დღესო მე მაინც გადავთარგმნი რაღაცას, რომ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით რამე წარმოდგენა გქონდეთ. ვიქტორ მაქსიმენკო ამბობს, რომ ნებისმიერი საგანი უნდა დახატო ან წარმოიდგინო სამ სიბრტყეში, რომ გქონდეს წარმოდგენა იმისა, თუ ის როგორ გამოიყურება. ვიქტორ მაქსიმენკო ამბობს, რომ ის სამი სპილო ნიშნავს სამ სამყაროს. პირველი სპილო არის მატერიალური სამყარო, მის საფუძველში შედის მატერია. და ვიქტორ მაქსიმენკო ამბობს, რომ წინა ვიდეოშიო მე გაჩვენეთო თქვენ, რომ ეს არისო 4000 მეოთხედი იმ ნაწილისა, რისგანაც შედგებაო მატერია. შემდეგი სამყარო, მეორე სპილო. ერთი სპილო ხო იყო მატერიალისტური სამყარო, მეორე სპილო წარმოადგენს იდეების სამყაროს, თითქოს ხატობრივი გეგმების სამყაროს წარმოადგენს მეორე სპილო. და ამ იდეების სამყაროს საფუძველი შედგება იდეებისაგან, აზრებისაგან, რომელიც მოდის სულისაგან, ტვინის მარჯვენა მხარედან, ნახევარსფეროდან, რომლის იდეები მოდის ზედა სულიერი პლანებიდან, დონეებიდან და მესამე სპილო წარმოადგენს ამ ორ სამყაროს მიმართ დამატებით სამყაროს, რომელსაც უწოდებენ ტრანსდენცენტური სამყაროს. ტრანსდენცენტური სამყარო. ესე იგი მესამე სპილო არის ტრანსცენდენტური სამყარო. უკაცრავად ახავე წაგიკითხავთ. ტრანსცენდენტური სამყარო ნიშნავს სხვანაირად მისტიციზმს, მისტიკა. და მე დღეს, როდესაც თარგმნიდი ბლავატსკაიას ნაშრომს, იქ მე მოვიყვანე იმის ტერმინის ახსნა, თუ რას ნიშნავს მისტიციზმი. მისტიციზმი არის არასწორი ცრუ ინფორმაციის გადმოცემა ამა თუ იმისნით. და თურმე უკაცრავად ახავე ვნახავ. თურმე ტრანსდენტალიზმი გამოდის, რომ არის ცრუ სამყარო. ტრანსცენდენტური სამყარო ყოფილა ცრუ სამყარო, ილუზია. ასე გამოდის. მაგრამ თვითონ უყურეთ, ამიტომ გეუბნებით. ერთი ერთს ამბობს, მაგრამ მე ინტერნეტში მოვიძებნიე სიტყვა მისტიციზმის ახსნა. მაგრამ უყურეთ ახლა თვითონ ეს ვიქტორ მაქსიმენკო როგორ ხსნის ამ მისტიციზმს. ერთი წუთი დახლავე. მაპატიეთ, გავთიშავ, რომ მისტიკა, ხო? მის არის ჭეშმარიტი სიტყვის სიბრძნე, ტიკა კი არისო ზეციური მოძრაობის ნაიხსახეობა. მაგრამ ახლა მე მოგიცემნით თქვენ, თუ მისტიციზმს როგორ ხსნის თვითონ ინტერნეტი. აგერ ინტერნეტმა რა მომიგდო? მისტიციზმი ეს არის ფილოსოფიური და
მაგას სულს გუჩინი, ეს იგი სულიერი სწავლა, ღვთაებრივი საეკლესიო სწავლა, აგრეთვე თავისებური მეთოდი გაგებისა და სამყაროს აღთქმისა, დაფუძნებული ეს გავადიდი ახლა დაფუძნებული ემოციებზე, ინტუიციაზე და ირაციონალიზმზე და უბრალო სიტყვებით მის ისა წმენა რაღაც არა სიახისტესნხსილ უზენაესი ძალებისა რომლის მიხედვით ესე იგი საიდუმლო გზით შეუძლია იქონიოს კავშირი ადამიანმა. ესე იგი მისტიციზმი არის მისტიკების თავისებური წმენა. მოდით ახლა თემას მივუბრუნდეთ. მეორე ესე იგი სიტყვებით ის დუალობა, რომელიც არსებობს ჩვენ სამყაროში, ეყრდნობა ამ სამყაროს. მატერიალიზმს, იდეებს და მისტიციზმს, მისტიკას. და შემდგომ ეს სამი ინფორმაციის წყარო, მატერიალიზმი, იდეები და მისტიციზმი დგასო ყუზე. და ამას ყველაფერს ეწოდება იუჯიზმი, რადგან ეს ყუ მიცურავს უსაზღვრო ენერგიის ოკეანეში. იქ წყალი კი არა, იქ არის ენერგიები. და რას აკეთებს ეს ყუ? ახლა მე თქვენ გამოსახულებას გაჩვენებთ სურათს. იმიტომ რომ მე შეიძლება ეს სურათი გაქრეს, როდესაც დაიწყებს ლაპარაკს ვიქტორ მაქსიმენკო და აქ არის ამ ტერმინ იუჯიზმში ესე იგი ჩაქსოვილი 4 რუნას ახსნა. რუნა თუ რა არის, შემდეგ მოგვიანებით მე თქვენ კიდევ ცალკე აგიხსნით. მაგალითად იოგას ხელი. გერა იუჯ. გაჩვენეთ ახლა. აი ეს. აი მე უკაცრავად. აი ეს არის იოგას ხელი. აი ეს. იოგას ხელი. ეს არის ჭეშმარიტების ხელი. და ბგერა ი. ეს არის რუნა ჭეშმარიტების ხელი. და ბგერა ი. ეს არის რუნა დედამიწა. ეს არის რუნა დედამიწა. და ბგერა ზუ. ეს არის ეს ბოლო არის რუნა მუ. ანუ მირ ვსილენაია. ამიტომ ეს აგრეთვე არის გერა მ, რადგან რუსულად მირ ვსილენა და ქართულად ალბათ იქნება გერა ყ. არა, გერა ს, რადგან ვსილენაიც და სამყაროც უბრალოდ ავრია ხა ყველაფერი. მირ და ვსილენაა ითარგმნება ქართულად როგორც სამყარო ან სოფლიო. თუ იგულისხმება ვსილენაა, მაშინ ითარგმნება როგორც სამყარო და თუ იგულისხმება სოფლიო, ისა მირ დედამიწის
ესე იგი მირ თუ გინდა მაგალითად გადათარგმნო და ლაპარაკია საუბარია დედამიწაზე, ითარგმნება როგორც სოფლიო. მაგალითად მირ ნიშნავს შვიდობა, ნიშნავს სამყაროს, ან ხომ იტყვიან земной мир, დედამიწის სამყარო, вселенная, კოსმოსური სამყარო, ან სამყარო, იგულისხმება რომ ეს არის вселенная. ჩერეპახა რამდენიმე ფუძე სიტყვისაგან შედგება. ჩერեպ, ქალა და ახა, რაც ნიშნავს მწარებელი ჩვენი სულისა. ყუ გადასცემს ინფორმაციას ენერგეტიკული უსაზღვრო სამყაროდან ამ სამ სპილს, სამ სამყაროს. და ეს ხატი ხა, ჩერեպ, ხა, ეს არის, ეს უერთდება ჩვენ ცნობიერებაში, ესე იგი ცდება ჩვენ ცნობიერებას, ქვეცნობიერებას და ესე იგი ჩვენ ამბავს გადმოგცეს ჩერեպ თავის ქალაში, ტვინში. ჩერեպ არის თავის ქალა. ნუ ანუ სიმბოლურად ტვინი, ხო? თან ტვინის მარჯვენა ნახევარ სფეროს გადასცემს ინფორმაციას. და ამას ქვია UGS-მი, ესე იგი ეს ყუო ღებულობცო ინფორმაციას ამ უსაზღვრო ოკეანეს სივრციდან. ახლა ინფორმაციის მისაღები არხები ჩვენში გაჭედილია და ან დაბლოკილია და ადრე რატომ ჰქონდათ ძველებს წოდნა, უფრო მეტი წოდნა, მათი არხები არ იყო იმდენად დაბინძურებული და გაჭედილი. ჩვენ გარშემო ყველაფერი არის ენერგია, იგივე სინათლე, ფული, ტანსაცმელი, რასაც ჩვენ კი ვხედავთ, კი დავაკაკუნებთ, ხელს მოვკიდებთ, ვიგრძნობთ, სუნს არომატს შევისუნთქავთ, სითბოს ვიგრძნობთ, სიცივეს ვიგრძნობთ, ეს ყველაფერი მაინც არის ენერგია. ენერგია, ოღონდ დამძიმებული ენერგია, დაბრწყელებული ენერგია. ეს ტანსაცმელს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეგიც ენერგიაა. მაგალითად ძველებიო არ აღიქვამდნენ დედამიწას როგორც სიბრტყეს. უბრალოდ ისინი ამბობდნენო, აღიქვამდნენო ადამიანურ აღთქმას, სიბრტყისეულ, ადამიანურ სიბრტყისეულ აღთქმას, რომ ადამიანის აღთქმა არ იყო სიბრტყისნაირი, დაბრწყელებული. და თუ ამას შეხედავთ გეომეტრიული წერტილის თვალსაზრისითო, ნახეთ, წრე არისო ჩახაზული სიბრტყეში, სიბრტყეზე, ან სიბრტყეში, აგერ. და ძველები ამას კიდევ უწოდებდნენო წრის კვადრატურას. ერთი წუთით. აი ეს, აი ამას ალბათ, წრის კვადრატურა, წრე კვადრატში. და მაქსიმენკო ამბობს, თუ როგორ შეიძლება არაცოცხალი მატერიისგან შექმნა ცოცხალი. მაგალითად, წრე არისო დამთავრებული მატერია, მაგას უკვე ვერ შეცვლი ვერანაირათო, მაგაში უნდა ჩაამატო მეხუთე ელემენტი. ახლა მე თქვენ განახებთ სურათს. შეხედეთ? ეს, აი ეს. გრალი წრე, ხო? 4-ად გაყოფილი, ჩამოყალიბებული წრე, ამას
ესე იგი რომ გააცოცხლო, ამას თუ ჩავამატებთ აგერ მეხუთე ელემენტს აგერ უნდა დავუმატოთ მეხუთე ელემენტი და როდესაც ვუმატებთ ამ მეხუთე ელემენტს ბურთის ფორმას კი არ ღებულობს ან წრის ფორმას, არამედ ღებულობს კვერცხის ფორმას. აგერ განახებთ კიდევ. აგერ. ნახეთ? კვერცხის ფორმა. შეხედეთ, იყო წრე, დაამატეს მეხუთე ელემენტი, მიიღო კვერცხის ფორმა. სისტემა იძულებულია გააგრძელოს თავისი განვითარება და გახდეს უფრო დიდი ზომის და უფრო განვითარებული და უკვე იწყება განვითარება გასულ როგორ გითხრათ უკვე სულიერი სისტემისა. ყურადღება მიაქციეთ ამ ფიგურას, რომელშიც შეგროვილია 4 პირველადი ელემენტები. ხო, დააკვირდით, რომელშიც შეგროვილია. ესე იგი, აქეთ მიწა, ჰაერი, წყალი, რა ხდება? ცეცხლი და აქ სპირიტი. ახლა დავაკვირდეთოთ ჩვენ მიწას. აქ პლანეტის მთლიანი ფორმა მოყვანილი. და აქ ჩანს დედამიწის ცენტრში 2 კრისტალი ლოგოსი, რომლებსაც აქვს 12 გამოსასვლელი წერტილები ენერგიებისა. ეს ნაჩვენებია სინიცეთ არის ლურჯი ქართულად, ლურჯ ფერად და ნაჩვენები აგრეთვე შესასვლელი 20 წერტილი წითელ ფერად. ესე იგი 14 + 14 გადაკვეთის წერტილები. ხო, გადაკვეთის წერტილები. აი კიდევ გაჩვენებთ. გასასვლელი წერტილები არის ლურჯფერად და წითელფერად არის ნაჩვენები შემოსასვლელი წერტილები. ჩვენი პლანეტა, როგორც სხვა პლანეტებიც, არის ცოცხალი. სუნთქავს, ტკივა, ბრაზობს, უყვარს. ეს უყურეთ, ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა. ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა. ხო და დედამიწა კვერცხიდან უნდა განვითარდეს ისე, რომ გახდეს ისევ სრულყოფილი მგვრალი ფორმის, მაგრამ უფრო დიდი ზომისა, ვიდრე იყო აქამდე. მაგალითად, დედამიწას შეუძლია ოდესღაც გახდეს ახალი მზე. ხო, ახალი მზე. ან ახალი გალაქტიკა, ან ახალი სამყარო. და ეს განვითარება სულ გაგრძელდება. მუდამ, სანამ არ დაამთავრებს განვითარებას. ეს არის გზა
სულიერი ახმავლობისა. ხო, ახლა მე თქვენ განახევთ. ნახეთ? აი არის მოლოდინი, რომ დედამიწა ასეთია მგრალი, ხო? მაგრამ სინამდვილეში რეალობა ესაა. დედამიწა არის გეოიდი. დედამიწა არის გეოიდი. კი, ის არის ფერისებული, მაგრამ არასწორი ფორმის. მომგრალო, მაგრამ არასწორი ფორმის, იმიტომ რომ დედამიწა იცით რომ დედამიწა დიდდება, იზრდება, მაგიტომ ხდება ჩავარდნები, მაგიტომ ხდება როგორ გითხრათ თხრილები. ხო მოჩანს ზოგ ადგილებში, სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩნდება ხოლმე თხრილები. ეს იმის ნიშანია, რომ დედამიწა ვითარდება. დედამიწა რომ ყოფილიყო მგრალი, ის უკვე კვტარი იქნებოდა. რადგან კიდევ შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მაქსიმენკომ თქვა ვიდეოს დასაწყისში, რომ წრე არის ბოლო განვითარების წერტილი. წრე ნიშნავს იმას, რომ განვითარება დამთავრებულია, ხო? დედამიწა რო ყოფილიყო მგრალი, მაგი ამდენ უკვე კვტარი იქნებოდა, მაგრამ დედამიწა სინამდვილეში მგრალი არ არის, არის სფერისებული, კვერცხისებული, მაგრამ არა მგრალი. მეცნიერებაც კი დაამტკიცესო, რომ დედამიწა არასდროს არ ყოფილა მგრალი ან ბურთი. დედამიწას აქვსო გეოიდის ფორმა. სხვათა შორის, პირველად მე ეს სიტყვა გეოიდი გავიგე იური ლირისაგან, რომელსაც ეკუთვნის არხი ასტრალიონიკა. მან თქვა, მე ადრე თითქოს ყველა მის ვიდეოები მაქვს მოსვენილი. მან თქვა, რომ დედამიწას აქვს გეოიდის ფორმა. კი, ისა დედამიწაზე არის იაჩეიკები, სოწისებურია, მაგრამ მთლიანობაში მას აქვს გეოიდური ფორმა. იმიტომ რომ ის ჯერ ვითარდება, მისი განვითარება ჯერ არაა დამთავრებული. გეოიდის კიდევ სხვა ფორმები. ეს არის გეოიდი. ესეც გეოიდია უпростоრად და ის წითელი პლანეტაც გეოიდი. თუ ჩვენ ამ გეოიდს, რომელიც ახლა მე თქვენ განახეთ 4 სხვადასხვა რაკურსიდან, რა ხდება? ძველებიც ამას ამბობენ, რომ დედამიწას აქვს განვითარებადი კვერცხის ფორმა და ამ კვერცხის შუაში არის მზე. ახლა განახევთ. ნახეთ? ეს კვერცხია, შუაში კი მზეა და ეს კვერცხი იყოფა 4-ად. ნახეთ? ეს არის ნამდვილი კვერცხი, ეს არის დედამიწა. ეს აქანე რომ ჩანს ხაზები, ამას ქვია სულად ხალაზა, ქართულად არით რა ქვია. მე არ მეგონა კვერცხში თუ იყო ეს, თურმე ყოფილა, კვერცხში ყოფილა ეს ხაზები შიგნით. ეს კი იცით, ისა ყვითელი ისა წიწილა ჩდება ამ გულიდან, ეს და თხევადი ცილა, რომელიც ნაჭუჭთანა განლაგებული, აგრეთვე უფრო სკელი ცილა, აი აქ მოჩანს ხაზი, აგერ, სანამ შიდა დედამიწაზე გადახვალ. ეს არის промежуточный слой. ეს მაგმა, ეს ზედაპირი. და მე მithქვამს, მე ნახსენები მაქვს ვიდეოებში, რომ დედამიწაში არის
პოლაა ცარიელი, სადაც ცხოვრობს ბევრი ცივილიზაცია, სხვადასხვა გარეგნობის, რასის, აპომორფნული, ადამიანური, რეპტილოიდური ხოჭოები და ასე შემდეგ. პოლუსებიდან აქვს ორი შესასვლელი, კვერცხსაც ორი ხაზი, თქვენ რო გაჩვენეთ ისა და დედამიწასაც აქვს, მოიცადეთ ახლა ვიგანახებთ. დედამიწასაც აქვს ორი შესასვლელი, აგერ ასე უყურეთ, პოლუსებიდან აქვს ორი მთავარი შესასვლელი შიდა მიწაში, აგერ შეხედეთ, უფრო კარგად ჩანა აქა. ეს არის რუნა. ეს არის ერთი წუთით. აი ეს სიმბოლო ეკავა ხელში რუს მეფეს. თუ გადააბრუნებთ ამ სიმბოლოს, რა იქნება? მამრობითი სკესის სიმბოლო. პირიქით თუ დააყენებთ, აი ეს არის სამყარო ხატის ხე, ცოცხალი ხე. ცივილიზაცია მთვარეზე, ცივილიზაცია, რომელიც ცხოვრობს მზეზე, მათ ეწოდებათ ასურები, რუსები. ასური, რუსი. და ეს ყველაფერი არ არის. დააკვირდით ამას. კიდევ შორს თუ წავალთ, ჩვენ გავიგებთ, რომ არსებობს პარალელური სამყაროები. მრავალ განზომილებიანი დედამიწა. და რა არის პარალელური სამყაროები? აი მაგალითად ჩვენი სამყარო, ჩვენ სადაც ცხოვრობთ. ამ სამყაროს როგორ გითხრათ, განმეორებითი რეალობები. ოღონდ სხვადასხვა პარალელურ სხვადასხვა სამყაროებში. თითქოს თქვენ ხედავთ დედამიწას და გვერდით კიდევ ერთ დედამიწას, გვერდით სამყარო, სადაც კიდევ ერთი დედამიწა, როგორცაა გამრავლება თითქოს. ასე რიგრიგობით სხვადასხვა სამყაროები. ჩვენ ცხოვრობთ ერთ რეალობაში, მაგრამ ჩვენ გვერდით არის კიდევ სხვადასხვა რეალობები. ერთნაირი, მე არ ვამბობ სხვას, ერთნაირი რეალობები. აი ამას ქვია პარალელური სამყაროები. მაგრამ ყოველთვის არ იქნება დედამიწა კიდევ ახალი, რომელიც ჩვენ გვერდით სახლობს. არ ხდება. უბრალოდ როგორც ანარეკლი, შეიძლება შევადაროთ ანარეკლებს. იმიტომ რომ ყოველთვის არა ის ახალი დედამიწა, უბრალოდ ჩვენი სამყარო, ჩვენი ცხოვრება. აი მაგალითად ავიღოთ, ახლა მე ავიღებ ჩემ თავს. შეიძლება მე მაგალითად ამ ცხოვრებაში ცხოვრობ ხო ახლა ამჟამად. შეიძლება მე პარალელურ რეალობაში ამჟამად ცოცხალი არ ვიყო. ან კიდევ მეორე პარალელურ რეალობაში მოხუცებობამდე ვიცხოვრო. ან კიდევ შემდეგ სხვა პარალელურ რეალობაში მე ავარიაში მოყვე. ახლა მე ამ რეალობაში არ ვარ დაოჯახებული, ხო? მაგრამ შეიძლება მე რომელიღაც პარალელურ რეალურ სამყაროში ვიყო დაოჯახებული, ვიყო ბებია, დიდი ბებია. ხომ გაიგეთ ახლა მე რა მაგალითი მოვიყვანეთ, ხო? აქ კიდევ სურათების სკასებურ დედამიწაზე დააკვირდით. აი ამდაგვარია დედამიწა, მაგრამ მრგვალი არა. მომგრალო, სფერისებული. რა თქვა? თურმე ეს ვიქტორ მაქსიმენკოც უსმენს ვიაჩესლავ კოტლაროვის ვიდეოებს. მხოლოდ მე არ უსმენ ვიაჩესლავ კოტლაროვს. მაგარი ის არის ამ საქმეში ოსტატი, როგორც იტყვიან, ხო და თქვენც თუ გინდათ, მე გეტყვით, რომ შეგიძლიათ მოძებნოთ
ვიაჩესლავ კოტლярოვის ვიდეო. თუ არა და მე მაგის ვიდეოს თქვენ მოგიწებნით. დედამიწასთან, სადაც დედამიწა უკაცრავად ავიბენი ახლა. სადაც სკასებურ დედამიწის ფორმაზე ლაპარაკობს ვიაჩესლავ კოტლярოვი და განახებთ. ის ვიდეოსაც გადაგითარგმნით, რომ დარწმუნდეთ. ვიქტორ მაქსიმეკო ამბობს, როდესაც მე ვაკოდები ამ ფოტოებს, ვხედავ კუბს, რომელშიც არის ჩამჯდარი დედამიწა. ესე იგი, ჩვენ ვხედავთ სამყაროიან ობიექტს. სამ განზომილებიან ობიექტს, ანუ სამდონიან ობიექტს. აზრი ყველაფრის ამის არის ის, რომ პარალელური სამყარო ჩვენგან არის ერთი ხელის მანძილის გასწორებაზე. არა აუცილებელი შორს წახვიდე. და ეს პარალელური სამყაროები მარტო გვერდით კი არა განლაგებული. ეს სამყაროები, მრავალი სამყაროები ერთმანეთში შედის, ერთმანეთს კვეთენ. ახლა მე ამ ოთახში რომ ვზივარ, წვრილ დონეზე რამდენი სამყარო გადაკვეთს ამ ოთახს, მხოლოდ იქაურმა იცის. ან ვინ ჩვენ გვაკვდება, მე ამას ვერაფერს ვერ ვნახავ. ჩემი ფიზიკური თვალებით. წვრილი დონიდან ჩანა კი. მოდით ამაზე შევჩერდეთ. მე კიდევ მოვუბრუნდები მე ამ თემას.